მეგობრო, დღეს მივდივართ მაწყობაზე და მიხარია. მადლობა. ბაცე. რეაქციები როგორია? აუიმე მაგარია, ბიჭო. უკვე მასწრებს ჩემი შვილი ვიდეოს დაწყებას, როგორც ჩანს, მოგესალმებით, მეგობრებო. წლევანდელ მარწყობაზე, სადაც მე და კირა წლებია დავდივართ. მინიმუმ 4 ჯერ ვართ ნამყოფები, ან 5 ჯერ. ყველა ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ სახზე. სწავალთ, მარწყობს დავკრევთ მე, კირა და წელს უკვე მილაც მოგვეხმარება ამ ყველაფერში. მილას განწყობა გადასარევია, ასევე ტესტავს სკვადის მაისურს. ნელა, გოგო. ვაიმე, გადიშდა ბავშვი, გადაირია. შვიდად. დასვა ტონალობა. მოკლედ, მეგობრებო, მანქანაში ჩავალაგებთ ახლა ყველაფერს. შევიკრიბებით ყველა, მთელი ოჯახის წევრები ჩამოვლენ იქ, ანუ ჩვენი მშობლები, ქრისტესია, ლიზიკო, კირაკო, ბარბარე, რა ვიცი, ყველა ვინც მოვდივართ, იოანე, ნანა და ასე შემდეგ და იქიდან უკვე ერთად ჩავალთ წლევიჯვარში. მარწყვი გიყვარს? კი. და მარწვის კრეფვა და მუშაობა? უფრო ძალიან. უფრო გიყვარს? ოკეი, ნახოთ აბა დღეს რამდენს მოკრეფ, იმიტომ რომ შარშან მახსოვს რომ ბევრი დაკრიფე ძალიან. აბა თქვი, მამა. და თეო ჩამოვიდა ამ დილით. გონია რომ დასვენებული ერთი კვირა დავისვენე მეთქი კვირისგან ბავშვებისგან და მოკლედ ავინაზღაურებთ დღეს, ხო ეგრეა? თუმცა მაგეთყვით. მომკვეთმი და მარწყვი ავიღო და მივატყო ლიმპო. არ ვთხრათ საერთოდ. კირამ წელს დაამთავრა პრესკული. ამჯერა რომ პირველ კლასელი შვილი მყავს, ანუ სკოლის მოსწავლე შვილი მყავს. დიპლომი გადაიცემა კირა დანელია. დაიწყო ჩახსნობის სპეცოპერაცია, მეგობრებო, რომელიც არც ისე მარტივია ორი შვილის ხელში. პირველი შვილი კი უფროსია, თვითონ ჩაჯდა, მაგრამ მეორე საწვავს ჩავასხამთ და გავეშურებით პირდაპირ წლევიჯვარში. როგორც უკვე იცით, ჩვენი მეგობარი და გადაადგილების სპონსორი კომპანია გახლავთ Connect-ი, სადაც ახლა შევავსებთ ავს და გავაგზავნებთ გზას. თქვენთვის კი ძალიან საინტერესო გათამაშებებია წინ, ამიტომ დაფოლოვდით ჩემსთან ინსტაზე, რა თქმა უნდა Connect-ის ინსტაზე და subscribe-ით საუცილებელია YouTube არხზე. საჩუქრები ჩვენზე და Connect-ზე იყოს, წავედით. გზაში დავეციეთ შაკოც ალექსანდრე ჩემი ნათლულიც მოდის მარწყობაზე, დედაჩემის მანქანასაც გავასწარით, ქრისტესიაც უკან მოდის და მე მგონი პირველები ჩავდივართ და გამოდის რომ 1 2 3 4 მანქანით მივდივართ. ვაიმე, რასაგჟეთი იქნება. მამა. მოგზაურობის ერთ-ერთი მუღამი, რომელიც ბევრს ევასება, არის რა თქმა უნდა საჭმელად გაჩერება. ამიტომ ეხლა შევალ, ნახავ ჩემს ნათლულს ალექსანდრესაც, დედაჩემის მანქანაც შემოვა. ჩავეხუტებით ერთმანეთს, 1-2 ლუკმას მივირთვევთ და გავაგრძელებთ სულ რაღაც 20 წუთის გზა არის დარჩენილი მარწყებამდე. მივდივართ სამწვადაოდ, სამარწყვალოდ, საყველაფროდ და მაინც აი ხალხი ნახეთ, რა ხდება. აი ესეთი ამბავია აქ. ბაისი 1, ბაისი 2, ბაისი 3, ბავშვი 4. ეხლა დავაწევით და მწვადებსაც დავაყოლებ. და მამა. გამარჯობა, მე ვარ მიელა დანელია. აბა თქვი, მამა. მამა. ოჩო. ამასობაში ჩამოვედით მეგობრებო და მზე არ არის, მოღრუბლული არის, თუმცა არა უშავს, თავარია არ წვიმს. და თავარია მე და კი რა აქ ვართ. მამა, მე რამდენად ვართ აქ უკვე გახსოვს? ალექსანდრე და დანიელი პირველად არიან. აი, ჩემი ნათლული, ჯიჟიკაცი. წამო ალექს, შევედით. ნახე რა გიჟი. რა გიჟიკაცი. მილას პირველი შეგნებული მოგზაურობა. ნუ, ნაწილობრივ შეგნებული მოგზაურობა მარწყვზე, იმიტომ რომ წინაზე რო იყო აქ, რამდენიმე თვის იყო და ეს გაშოტილი იწვა იძინა. რამდენი იქნებოდა? 3 თვის, 4 თვის მაქსიმუმ. რა არის? ვაი, კაი გოგო გაჩერდე. სიყვარული. თქვენ უნდა მოკრიფოთ თქვენთვის. ეგ არის აქ თავარი ამოცანა. რამდენსაც მოკრებთ, იმდენი მიგაქვთ. აი დანიელი მიუშვით, ეგ არის მეტი არაფერი. დანელიების ოჯახი მარწყვის საკრეფად ჩაგელიშვილების ოჯახთან
ჩამოსულია. უკვე დაიწყეს უჩემო დოღონდ. ესეთ სიტუაცია არის. ეხლა მთავარია არ გაანადგურო ნერგები. კრეფის ტექნიკა ძალიან მარტივია. მიდიხარ, ეძებ რამე წითელს, წვეთ, ათლი ყუნწს და კამ. ეგ არის. როგორი მარტივია ალექსანდრე უთხარი? ნაწავნას მომიმართვე. ჯერჯერობით მართლა ნანას გარდა, ვერავის ვერ ხედავ კალათით. ნანაც იმიტომ არის კალათით, რომ ვიდეოს იღებს. თორე არ დაკრებდა რა თქმა უნდა. შესაბამისად არავინ არ კრებს. ყველა დგას და იყურება რა. მაგარი ხედი კი არის და ძალიან ლამაზია ქაურობა, მაგრამ კრეფვა უნდა. აი ესეა დატოვებული ჩვენთვის ქაურობა, ძალიან გემრიელია. აი აქ ესეთი სიტუაცია. ესენი ნახე. ეს არის პროფესიონალი მკრეფავი ნიჩა. სახე ნახე. მოდი აგაყენო მომკიდე ხელი, მომკიდე. მოდი, ყოჩახ. ნახე მაშამ როგორ გაავსო. მაშო, რამდენი დაგიკრეფია? შენ დაკრეფე ეს ყველაფერი? ხო. მართლა, რა მაგარი გოგო ხარ? მაჭმე ვერცალს? ხო. ყველაზე პატარა მოგცა. ყველაზე პატარა და მკვახე მომცა. ჭკვიანია. პირველადი რეაქციები როგორია მარწყვის რო ხედავ ესე ადგილზე კრეფდა მიირთმევ. და გასინჯე? კი, ძალიან გემრიელი იყო. მე მგონი პირველად გავსინჯე. აი ნამდვილი მარწყვი, რასაც ქვია რა. წითლებში კი ხართ ეს გამოწყობილი შენს, ნიცაც, თამარიც. იმიტომ ჩავიცვით წითელი. ხო. რომ მეგონა რომ აი სულ ესე მარწყვები იქნებოდა. აი ყაღაჩოები როგორც არის ზუსტად ეგეთ წარმოვიდგინე აქაურობა. იმედი გაგიცუდა? არა, მაინც ამაზეა, უბრალოდ უფრო მზეს ველოდებოდი რა, არ გამიმართა. კი რა გამოეწყო. ქურთუკით და საკრეფად შეგვიძლია დავიწყოთ. წამო მოდი მარწყვი ავიღოთ. აი წითლები ნახე რამდენი არის, ყველაფერი ჩანს. ნახე რა კაი წითელია. აი ესე კრეფ, აგდებ. აი ესე. მე შევჭავდი შესაძლებლად. ორი მოვწყვიტე. მოდი აი აქ ერთად მოვკიდე. აი. მარწყვის აწოლი, მარწყვის აწოლი. კი რა მარწყი მოვწყვიტე. რომ ხელა, შვილო. ყველა უნდა მოწყვიტო, დიდი, პატარა. ნახე. ეს გავატანოთ კირას, რომ გააგრძელოს კრეფვა. შაკოს და თიკავს კითხოთ კითხვები, იმიტომ რომ პირველად არიან რეალურად მარწყვის კრეფაზე ესე ოჯახობით. შაკოს და უკრეფია. შენ სადა იკრეფია შაკო? მე გუმბრინში, სოფელი სათაფლიასთან არის ახლოსთან და იქ ქონდა ბებიას. მართლა? დასავლეთში არ ვიცოდი თუ იყო ხოლმე. კი, მაგრამ ეს კარგი ჯიში არ კარგი. თიკა შენ რა სიტყვია ბა, როგორია? გასახობია. ჭამელები თუ არ ყავს გორდის ბავშვების სახით? გამსაღებლები ბავშვების სახით კიდე კარგია. აბა მანახე რა მოკრიფე. ალექსანდრე, ვაუ, ყვავილები ვითარი ხო? ვაიმე. ეს თვითონ მარწყვის. გოგო, რა შვები ნიცა? აჰა. მაჭამე, აბა მაჭამე. მაჯრობა. მეორე მარწყვის ხალი, რომელიც ძალიან ბევრ ჭუბობს. და უჩები რას გიგავს გოგო? გაგიცვლი კამერას ბავშვი. დიდი სიამოვნებით. კამერა უფრო მსუბუქია, მინდა გითხრა. მოდი მამაცი. მოიდი მამაცი. აბა თქვი დიდა. დაიდი. მარწყვის ტკბილი როგორ ახარ მა? ნამდვილად წამო მარწყვი დავკრიფოთ. გამთენისას ჩამოვფრინდი მე და ახლავეთ 6 საათისთვის მივედი. ამ დილით მხოლოდ 1 საათი მაცადა მე მგონი მილამ სანამ გაიღვიწევდა ქალბატონი და ისე ტკბილად ჩამეხუტა ეცი მიპატალა გოგო. მერე კირამ გაიღვიძა, გამოვარდა. ეგეც ჩამეხუტა, მოკლედ ძალიან ტკბილად მოვისიყვარულე ორივე, რაც ყველაზე მთავარია. და არ მაცადეს რა თქმა უნდა მეორე დღესვე ეგრევე გამომაქანეს აი ამ არაჩვეულებრივ ადგილას რომ დავკრიფოთ მარწყვი. ძალიან გვიყვარს ეს პროცესი, იმიტომ რომ მთელი ოჯახობა ვიკრიბებით ხოლმე, თან სასიამოვნოა, თან შრომატევადია და თან ძალიან გემრიელობები გვხვდება ხოლმე მერე შემდეგ უკვე სახლისთვის. ლაშა გავხალ გუგუ? მილას უყვარს ძალიან მოცვი და რა თქმა უნდა მარწყვის ახლა ძალიან მოეწონა. ამიტომ ამ ზაფხულს ეგრე გადავატარებთ. მე მგონი მოცვი და მარწყვის შევსვლით ხოლმე. აი ესეთი რთულია ფოტოსესია ბავშვებთან ერთად. აი აქ თუ მიწვდები. უცებ. 1 2 3
გამარჯობა. ჩვენ მოვჩით გამზადება ხმარწვის. ეხლა მივდივართ ჩემ მამიკოს დედასთან და მონთან გავართობით. დღეს ვიმღერებ ჩემი და მიყვარს. გააგრძელოთ. ცოტა ზღვენია. ვიდრე ეს ჩემი კონცერტია მარწყვებით არის გავსებული და მოდი ვიმღეროთ. ყოველ დილით ღირღინი ჩხარიან სკოლაში 7 დათმა მუსიკოსი დორემი ფასოლასი კანდარაზე შეჯიბრების კუპის ტებიან ეთი კარგად მოусმინეთ რა ლამაზი ხმებია აბაცე ესეც ასე მეორე ნაწილი იწყება. შეიდა როგორ ახალ? გინდა ცვალოს. გაცივდა უკვე ეგ უფრო მოკლედ ხაჭაპურები, თევზი, მწვადი, რა ვიცი, ყველაფერი გემრიალობა გამომცხვარით და შემწვარია. აქ ბავშვები თამაშობენ ხოლმე, ეს ვალერი ბალახი დათესა და გაზარდა, იმიტომ რომ ადრე არ იყო და ეხლა ძალიან კარგი ბაღი არის. ეს რა არის? ეგენი ჩითილები. ციცაკა არის? ციცაკა. ეს არ ვიცი რა არის. საზამთროა, საზამთრო? ეს საზამთროს ხეს. მართლა? კი, საზამთროა. ვაუ! კი რა მოდი რა განახო. ძალიან დიდი მადლობა. მე უნდა დაგასრულო ტორტის ჭამა. მოგეწონებათ. აქ მწვადი იწובה, თან ისეთი ქარი არის. დაბერო არ ჭირდება, მწვადს უბერავს თვითონ. და გიორგიც უბერავს და მწვადიც უბერავს და ქარიც უბერავს. აი ეს არის ყველა გემრიელი. მწვადი მიდგომეთ მოდის. мама ისი. შემოვიდა პრინცესა. ეს რაღაცა სხვანაირი ნაჭერია. აი მე რა მაგარია, ბიჭო, გასინჯე. ო, კაია. წადი მოვიდა, დაცხედით მაგიდასთან, მობრძანდით. ეს არის მწვადი, რომელიც გიორგიმ გააკეთა და გიორგი ზოგადად ცნობილია მწვადის კეთებაში და ნახოთ ახლა დღესაც შევაფასოთ როგორი მწვადი მოამზადა. ერთი კლიენტი ყავს, აბა თქვენი კომენტარი სასწაული მწვადია. მანახე როგორი თავარია მამაზის სუფრასთან და მე მაქვს მიზეზი რომ მოუჯდე სუფრას გვერდით. ეხლა იწყება თავდავიწყება. ეს ახალი რძალია და თავს იწონებს, თორე ესე კი არ არის ხოლმე ეხა უბრალოდ რა კი სიტუაციაში. არა, არის ხოლმე ესე რა თქმა. ძველი რძალი სად არის, ჩემი ცოლი? შაკო, მოდი, შაკო. ხელი ხაჭაპურები. ბავშვი და მწვადის ასრამო. აი ესეთი ხედია სუფრაზე, შეიძლება ესე ითქვას. მარწყვლი უკვე დავაგემოვნეთ, კიდე დავაგემოვნებთ, ალბათ მომდევნო ერთი კვირა მინიმუმ, იმიტომ რომ მიგვაქვს კარგი მარაგები. ჩვენი შეკრება თქვენი აქ მოსვლა დალეცოს ეხლა და ერთად ყოფნობა ჩვენი დალეცოს უფალმა. გაიხარეთ. მოვიდა ტორტის დრო ამასობაში და ვაუ! აუ ნანას ლოქში მოხვდებით? ვაუ, მაგარია, დაგვთაგეთ. რას ფიქრობთ, ეყოფა ეს ტორტი ამდენ ადამიანს? ეყოფა კი არა, არ დარჩება რო. თვითონ ტორტი რას ფიქრობს? თქვენი კომენტარი თუ შეიძლება. დამჭერით. მოგესალმებით მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ჩვენ გვაქვს ტორტკასტი, სადაც ვისაუბრებთ ტორტების ნაირ სახეობებზე და გემოებზე. 1 2 3 აი რა ქენი გოგო ჩემს ბავშვს ნუტესტავთ რაღაცეებს. მოდი სხვა ბავშვი მოვიყვანოთ. გეყოფა გოგო. ეს რა არის დე? კაია. ისეთ გემრიელია. უკვე მე და ბებარეს გაგვიკეთებია ჩემ სახში. და უკვე მივეჩვიერა. აჰა, აი მივიდეთ. ეხლა მე შევტან ჩემი გერია, კაი? This is none. What gamego bare. მაშა გინდა? ერთი, ორი, სამი, წავიდა. მილას პირველი ნაბიჯებიც ნახეთ. თლად დამოუკიდებლად ვერ დადის, მაგრამ 3-4 ნაბიჯი ხო ნახეთ.
ცოტა ხანში იმედი გვაქვს წამოგაწევს, ცოტა ზარმაცობს. ცოტა ზარმაცობს ეს დათვის ბელი ესა. სადახარში დათვის ბელო. ესეც ასე მეგობრებო. ჩვენი მარწყობა დასასრულს მივუახლოვდა. დავიძარით, როგორი იყო? კარგი. მოგეწონა? წლევანდელი მარწყობა. იყო ჩვენ მეგობრები ან გავართე. გაერთე? ძალიან ბევრი ვითამაშეთ, ძალიან ბევრი გავერთეთ, ძალიან ბევრი მივირთვით. არა მარტო მარწყვი, დეიდას გემრიელობები და მოკლედ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ყოველ წელს მარწყობა განსხვავებულია, ყოველ წელს უფრო მეტი და მეტი ვიკრიბებით ხოლმე მარწყობაზე. შვილები, დიშვილები, ძმისშვილები, ოჯახები და ასე შემდეგ. მოდით ახლა რაღაცას გაჩვენებთ ახლა ყვავილი. ყვავილი მოვკრიფე ხალხს. შეგახსენებთ რომ ჩვენი გადაადგილების სპონსორია Connect-ი, რომელიც გვეხმარება რომ ვიმოგზაუროთ საქართველოს მასშტაბით. ძალიან ბევრი და წინ ძალიან ბევრი მოძრაობა და მოგზაურობებია. არა მარტო ამ ავტომობილით, წინ კარგი გეგმებია და მოგახსენებთ. არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ არხი და აჭიროთ subscribe ღილაკს და რა თქმა უნდა შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით. პიუ!